საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ორშაბათი დღეა, 8:30-ია, ტრადიციულად პირდაპირ ეთერში გადაცემა კრიტიკული აზრი. და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები, მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯოა, ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში. იმიტომ რომ ორ ნაწილიანია, ორშაბათს 2 ნაწილით არის კრიტიკული აზრი. თქვენ ეს იცით, მეორე ნაწილში გვიერთდება საფრანგეთიდან გიორგი პოპხაძე. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმ თემას აყვეთ, რომელ თემასაც შემოგთავაზებთ, ან თქვენი თემა შემოგთავაზოთ და ჩვენ აყვებით, ალბათ თუ საინტერესო იქნება, ერთ სიტყვით, თქვენ უპირატესობა გაქვთ ჩვენთან და ყველაფრის უფლება, გარდა შეურაცხყოფისა და ლანძღვის და გინების. თუ რამის გაკრიტიკება გინდათ, არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ კრიტიკას მივესალმებით. არ ჩვენ ლანძღავ დავაგინებთ არავის და თქვენც გთხოვთ თავი შეიკავოთ შეურაცხყოფისგან. დავიწყოთ გოჩა ხო ჩვენი გადაცემა. ძალიან ბევრი რამ ხდება უკვე საქართველოში გინით, მსოფლიო ნელ-ნელა ლაგდება, წყნარდება, მაგრამ საქართველოში, ასე ვთქვათ, მე ჯერჯერობით იმ სტაბილურობას ვერ ვამჩნევ და ალბათ უკვე ჯერ კიდე დიდი ხანია ვერ შევამჩნევთ ამ სტაბილურობას, იმიტომ რომ ყოველ დღე თითქმის ყოველ დღე ხელისუფლება ახალ და ახალ რაღაც გამოწვევებს გვთავაზობს. და წინა გადაცემაში კი ვთქვი, რომ აღარც ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ რომ იმდენი სიახლეა, გაიგე, რომ უკვე რომელს უნდა გაამახვილო ყურადღება, ესეც კი არ ვიცი, პრიორიტეტი არ არსებობს. ყველა ესეც სტრატეგია ეთქვა. კი, ხო და მე ეს თქვი ზუსტად, რომ პრიორიტეტს ვერ ანიჭებ, ვინაიდან ყველა არის პრიორიტეტული და ხელისუფლებამ ეს გამოიყენა ზუსტად ეს იყო ტაქტიკური სვლა, რომ მოდი მივაყაროთ და ბოლოს ხო რო არ იცოდინებათ საიდან დაიწყონ, ჩაიძირებიან, მაგრამ ასია თუ ისია, შეიძლება ტაქტიკური სვლა კი იყო ეს, მაგრამ რაც უფრო გვემატება, იმიტომ ვამბობ რა, რომ პრიორიტეტებს არ ვანიჭებთ. დაემატა, ვამბობთ, რომ კიდე უფრო მეტად ძლიერდება ჩვენი პროტესტი. კიდე რაღაც დაემატა, უფრო მეტად ძლიერდება და საბოლოო ჯამში სადღაცა საფეთქდება და ეგ იქნება. არა, ეგ არ ამართლებს სხვათა შორის ეგ ტაქტიკა, იმიტომ რომ ცხოვრების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ადამიანები განსაკუთრებით ხო როგორ არის, შეიძლება რაღაცა ნაწილი ვიღაცა ერთ მხარეს ტკივა, მერე თქვა მეორე ნაწილი უკვე მეორეს ტკივა და ეს ყველაფერი გროვდება. ხო, დაწყებული თქვა არაბიზაციის საკითხი რამე გადაფარავდა. ფენის ყველა ჯგუფს საბოლოო ჯამში შეეხება. ყველა შეხება, კი. იმიტომ თუ რაღაცა არ ეთკინა, სხვა რაღაცამ შეიძლება შეეხოს და ხო, ამ ტაქტიკამ არ იმუშავა, უпроსორად ვერ იმუშავებს დიდხანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდი ამას ხო რა ჭირდება ამ ხელისუფლებას, რომ უნდა გადააგოროს რაღაც პერიოდი. ეს ჩვენ უკვე ამას ვხედავთ ფაქტიურად ხელისუფლების იმ წლების განმავლობაში, რაც ესენი მმართველობაში არიან, რომ რაღაცას თუ აფუჭებენ, მერე ცდილობენ უბრალოდ გადააგორონ, დრო მოიგონ და ამ პერიოდში რაღაც დაალაგონ. უბრალოდ ადრე დასავლეთთან ალაგებდნენ, ეხლა დასავლეთთან უკვე დასალაგებელი აღარაფერი, უпроსორად ამათ კი უნდათ რომ დაალაგონ, მაგრამ ისე გაწყვიტეს დასავლეთთან ურთიერთობა, რომ ეხლა ცდილობენ გზები მოძებნონ და ამ თემებით ნახდათ ვერ დაალაგებ. ესე იგი რაღაცა უნდა შესთავაზო. არაბებთან დასალაგებელი რა აქვთ? რაც ჰქონდათ, რაც მოითხოვეს არაბებმა, კი მისცეს ამათმა. რუსეთთან მე სიმართლე რომ გითხრა, ვერ ვხედავ, რომ რამეს ალაგებდნენ. იმიტომ რომ განცხადებები კი პრემიერს რო დაუსვეს კითხვა, არის თუ არა მტერი რუსეთი, პრემიერმა თქვა, რომ ეს რთული საკითხია რაღაც, თუმცა პრინციპში მას შეეძლო ეთქვა, რომ ჯერ განმიმარტეთ პოლიტიკურად მტერი რას ნიშნავს, იმიტომ რომ პოლიტიკურად მტერი განმარტება უნდა ქონდეს, ხო მტერს. არის ოკუპანტი, არის რა, მტერი რა არის, რას ნიშნავს პოლიტიკურად, ხო? ამას ვერ აუხსნიდა ის, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკაში ყოველთვის კონკრეტიკაა საჭირო, ხო? თუ არის ოკუპანტი, ანუ ოკუპირებულია ტერიტორია, შენ ამბობ, რომ ოკუპანტია. ხო, თუ მაგალითად არის პარტნიორი რაღაც საკითხებში, ამბობ, რომ პარტნიორია. ის რომ მუდმივი პარტნიორი არ არსებობს პოლიტიკაში, ჩვენ კარგად ვიცით, ხო და ყველამ კარგად იცის. დღეს პარტნიორია, ხვალ შეიძლება იყოს შენი მოწინააღმდეგე რაღაც საკითხებში, მაგრამ თვითონ სიტყვა მტერი,
ამ ჟურნალისტებმაც რო იციან, რომ აქ გითხარი მტერი არის თუ არ არის, ნუ რა არის მტერი გითხარი, აბა. პროპაგანდისტი განმიმართეთ პოლიტიკურად მტერი რას ნიშნავს? ზარი არის და აბა უპასუხოთ. კი ბატონო. მისმე? დიახ, ალბათონო გისმენთ. ხო, კი ბატონო, თუ მისმე და შიფშილება რო არის და აღარ არის გაჩინა, აღარ არის უბედურობა რო არის. რატო ის აღარ არის? ვერ ფასური ენატრება. დიახ, ალბათონო, ისაუბრეთ ამ თემაზე, ისაუბრეთ, გაძლევთ ეთერს, ისაუბრეთ. კი ბატონო, ლაპარაკობ და ხალხი რომ შეიძლება სახარი არა. აი მეშვილი ავატყოფი თავს, პენსიონერია, მე ავატყოფი ვარ. რატო პატრონი არა? რატომ არ არის, ალბათონო, ჩვენს ამას ვკითხულობთ, რატომ არ არის პატრონი? ხო და აბა ხაგარი თორემ და შუასადარი ხალხი მითხარ მაინტერესებს. აი, სასაცილო ფარატოფი ხალხს საზაცილო. გეთანხმებით, ალბათონო. გეთანხმებით. ეგ ურთულესი სოციალური მდგომარეობა გვაქვს და პატრონი, ხო, პატრონის სინამდვილეში უნდა იყოს ხელისუფლება, რომელსაც მას აძლევენ, რომელსაც ირჩევენ და შემდგომ ის ხელისუფლება თავს ვალდებულად თulis, რომ უპატრონოს ამ გაგებით, რასაც თქვენ ამბობთ და ნუ ჩვენები ესე პატრონობენ, რომ ამ რამოდენიმე დღის წინ შვედეთთან დავაყენეთ საქმეა საკითხი ესე, რომ თურმე იქაც სოციალურად თლად ყველაფერი კარგად არ არის, თურმე კრიმინალი მატულობს, სასაცილო მდგომარეობაში იგდებს ის, ვისაც პატრონობა უნდა ხონდეს ვალდებულებად აღებული თავს. ამ საშინელ მდგომარეობაში ვარ სწორედ, იმიტომ რომ რასაც თქვენ ამბობთ, ყოველდღიურად გაძვირების პრობლემა დაინახეს რომ არის, მაგრამ გაძვირებისთვის იმ გზებით, რა გზებსაც ისინი დღეს ჩვენ გვიცხადებენ, მე არ გონია რომ ამან რამე შეცვალოს, იმიტომ რომ ამას მართლაც სხვაგვარად მიდგომა ჭირდება და ამ ადამიანებს ხანდახან მისდეშ დაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არ ესმის არც ფინანსები, თქვათ, როგორ უნდა მართონ, ეკონომიკა როგორ უნდა მართონ, იმიტომ რომ ისეთ პარამეტრებს გვეუბნებიან, რომ აი ინფლაციაზე გველაპარაკებიან და გვეუბნებიან, რომ აი შეხედეთ დოლართან მიმართებაში ყველაფერი კარგად არის. ანუ ინფლაცია გონიათ რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ სავალუტო ჯიხურზე რო არის გამოსახული დოლართან შეფარდებაში ლარი, გონიათ რომ თუ იქ გაამაგრებენ სიტუაციას, მაშინ პირიქით კარგად აგვაქვს საქმე და იმის გამო რომ დასავლეთში ადამიანი რომ მეტად დაცულია, ახლა ამას ხო არ უნდა თან საუბარი არის, კაცო ისეთ ქვეყანა არჩიეს, ცოტა ისეთი მაინც აერჩიათ რაღაცა შვედეთზე, ანუ ქვეყნები, რომელიც სკანდინავიური ქვეყნები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური სტაბილურობით და ბედნიერების სიაში მეოთხე, მეხუთე ადგილებს რო იკავებენ. ხო უნდა რაღაცასთან მაინც ახლოს უნდა იყო, ხო რაღაცა ჭკუა თუ ბევრი არა გაქვს, ვიღაცას მაინც ხო უნდა დაეკითხო, ხო? თუ ჭკუას ეკითხება ქართულში არის ესე ჭკუა, ამას ჭკუა არ ეკითხება ნიშნავს რომ ესე იგი არ არის ხო ახლოს. ამ დღეში იგდებს ეს ხელისუფლება თავს რატომღაც და მეც ვცდილობს აგერ გიორგიც ამბობდა გადაგორების თემებით რამენაირად ასე ვთქვათ თავი გაიტანოს. ზარია კიდევ აბა ისმენთ პატუცემულო. ისაუბრეთ, გისმენთ. დიახ, ალბათონო. ალო. ისაუბრეთ, ალბათონო, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. კარგი. გამარჯობა ბატონო გიორგი. მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო გოჩა. მადლობთ რომ ასე გასაგებად ნამდვილად ქართულად დარბაზულად ლაპარაკობთ და უთხრით დღევანდელ ჩვენს დაჭირებას. მე მინდა არაბიზაციასთან დაკავშირებით ერთი რაღაც ინფორმაცია გითხრათ. შავგლილი დღეები როდის არ ქონია საქართველოს. 1912 კიევში საიმპერატორო საკრებულო, რომელიც ცნობილია კიევის ლუკის სახელწოდებით, განიხილავდა ქართული მიწების დატაცების ახალ ეტაპს. კერძოდ, შიდა ქართლში და შუა კავკასიიდან მტკვრის შესართავამდე არაქართული ტომები დაეთახლებინა. ჩვენ და სამართლით ამას მხარს მიჭერდა მოღალატე ქართველები, დასცენები იმ დროისათვის, როგორც დღეს. მთელი ხმით ყვიროდა რა ჩადის
ვინ მოგცაცნება ერის სალუნჯე ტერიტორიას საკაცობრიო პაბლად ასწინებს დათვით ერთად ეროვნებაზე მთელი აღებული მაგრამ ვის ესმოდა თიდან ბღავილი არის ამის თაობაზე საქართველოს გურბონმა აკაკი წერეთელმა კი ლექსის გამუხატა დიდი გულის ტკივილი საქართველოში უცხო წომელების ჩამოსახლების თაობაზე ახლა რომ მოდი კიდევ სხვა ჩემს მიწას წყალზე ახალი მესი დასურს დაესახლოს და მოიმაგროს სამკვიდროდ ფერხი საბედნიეროდ კიევის რუკის გადაწყვეტილება არ განხორციელდა ეს 1912 წელს შემდეგ მომდევნო წლებში მომდინარე მოვლენების გამო რა თქმა უნდა რუსეთში მოხდა რევოლუცია და ის შემდგომი პერიოდი და აი ეს არ განხორციელდა ღმერთმა ინებოს რომ დღეს ქართველი ხალხი ერთად დავდგეს და ეს ხელშეკრულება არაბეთთან დაკავშირებით ხომ გაუქმდეს და მოპატიეთ ყველა ერი მოვიდეს სტუმრად მაგრამ მიწის გაყიდვა როგორ შეიძლება ჩემი სამჯის ასე გასულდება აი მეცირება და მეცხრემლება მართლა ამას მადლობა ქალბატონო მადლობა ზარისთვის კი ბატონო ჩვენს გეთანხმებით რომ ქართული მიწა არ შეიძლება კი განა ის რომ არ უნდა გაიყიდოს არ შეიძლება იყიდებოდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ასეც მოხდეს არ გაიყიდოს არც ერთი კვადრატული მეტრი უცხოელზე და მე რომ მკითხო არაერთხელ უკვე ამ თემაზე ვისაუბრეთ ხო ჩვენ ქართველზეც არ უნდა იყიდებოდეს ქართველს უნდა ეძლეოდეს საშუალება გამოიყენოს მიწა-წყალი ის თქვა ცხოვრობს სოფელში რაღაც ჰექტრობით შეიძლება ჩაიბაროს მიწა მოიყვანოს რაღაც პროდუქცია იმ მიწაზე გაყიდოს და წესით ამით უნდა არსებობდეს და ამით უნდა ძლიერდებოდეს რეგიონი და სოფელი გაიყიდოს ანუ იყიდოს და უცხოეთშიც არ იყიდება მიწა აი მაგალითად გიორგი ხო გვერდება საფრანგეთიდან ხო მიწას ვერ ყიდულობს აი ფრანგი მიწას ვერ ყიდულობს მას შეუძლია იჯარით აიღოს 100 წლით სახლიც რომ ააშენოს სახლი მისია მაგრამ ყოველ გარკვეულ პერიოდში შეიძლება 100 წელიწადში ერთხელ თვითონ ბუნებრივია შეიძლება 100 წელი ვერ იცოცხლოს მაგრამ მისმა შვილმა ან შვილიშვილმა თავიდან უნდა გამოისყიდოს ის მიწა რომელზეც დგას სახლი ეს არის ბელგიაში ასეთი კანონი არის საფრანგეთში და ასე შემდეგ და რატო იმიტომ რომ მუდმივად უნდა ახლდებოდეს მიწის საფასური რომელიც შედის ბიუჯეტში და ამით ივსება ბიუჯეტი და ჩვენთან როდესაც მე ვკითხე მაშინ ეკონომიკის ministris მოადგილე არ იყო ბოდიში ეკონომიკის სამინისტროში რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა არ მინდა დავასახელო ეხლა გვარი დასახელი თვითონ იცის ეს ყველაფერი ჯერ მაშინ პარლამენტარი ვიყავი როდესაც ჩვენ გვინდოდა რაღაც ტერიტორიის აღება რომ პირველად შექმნილი იყო აეროკლუბი საქართველოში კერძო აეროკლუბი რომელსაც შემოსავალი არ ექნებოდა უბრალოდ ეს იქნებოდა სიახლე რომელიც განავითარებდა ამ სფეროს წარმოიდგინე რომელიც არ არსებობს ხო სასომხეთს აქვს აზერბაიჯანს აქვს შენ რატო არ უნდა გქონდეს და იყიდეთო მაშინ ეს მიწაო და კახეთში არის ძველი ავია ტრასა და ძველი ანგარები რომელსაც ყიდნენ და იყიდეთ 2 მილიონი ღირსო ვეუბნები ახლა 2 მილიონი საიდან გვაქვს ჩვენ გაიგე და 2 მილიონი არა გვაქვს, მოდი იჯარით მოგვეცი და ყოველწლიურად რაღაც თანხას რაც არის რა საფასური გადავიხდით და არაო ჩვენ ესე არ გვაწყობს სახელმწიფოს პოლიტიკა არის ასეთი რომ უნდა გაყიდოსო. ვეუბნები დაფიქრდი მეთქი რომ ამას მეუბნები შენმე. დაფიქრდი მეთქი, აი ყველაფერი რო გაყიდოთ მე რა შვებით. ხო აი 70000 კვადრატულია საქართველო, ხო არც არის უკვე. ისმის კითხვა ყველაფერი რო გაყიდო მე რა შვებით. გასაყიდო რო აღარაფერი აღარ იქნება. აი ეს პოლიტიკა საიდან წარმოიშვა ბენდუკიძემ შესთავაზა თავიდან რომ ყველა ობიექტები გავყიდოთ და ამათმა ობიექტებს მიწას მიაყოლეს რომ ყველაფერი უნდა გაყიდო
და იმ შემოსული ფულით უნდა გასცე პენსიები და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ დამთავრდა მიწა, აღარ არის გასაყიდი. მე რა ვეღარ გასცენ პენსიას. მე ვეღარ მოული ქვეყანას, ესე გამოდის, ხო? და თუ ასე გამოდის, ესე იგი არ უნდა გაყიდო. ესე იგი ერთადერთი გზა არის იჯარით გაცემა. ესე იგივეა, რომ შენ ახლა ორ სახლს ფლობდე, ერთში ცხოვრობ არ მუშაობდე, ერთში ცხოვრობდე და მეორეს აქირავებდე. კაი, გაყიდე შენ ეს მეორე. ხო, დაგიმთავრდა როდესღაც ფული, ხო? მე რა შვები? მე ისიც უნდა გაყიდო, რომელშიც ცხოვრობ, ქირით უნდა გაყიდო. საბოლოო ჯამში ღარიბდები. ანუ ეს ელემენტარული ბიზნეს სტრატეგია და ბიზნესმენები არიან ხელისუფლებაში. ჩემზე უკეთესად იციან, რომ გაყიდო არ შეიძლება, როცა შეგიძლია რომ გააქირავო. მაგრამ ყიდიან. აი ახლა დაფიქრდით, რატომ ვისი ინტერესია? და ზოგადად რა ინტერესია ამაში საერთოდ რომ ყველაფერი გაყიდო. რომ საქართველოს დაკარგოს ის უფლება, ფლობელის უფლება იმ მიწა-წყალზე, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა ჩვენმა წინაპარმა, მაგრამ წინაპარმა ყველას დაუტოვა და ყიდის რამოდენიმე ადამიანი. აი ამ უსამართლობას ყოველთვის უნდა შევებრძოლოთ. გზარია ეთერში შემოუშვით. საღამომშვიდობის ბატონებო. საღამომშვიდობის. ბატონებო, როდესმე ვინმე წარმოიდგენდა, რომ ოსტებით წინვალისწრებიან ზურგზე წამოიკიდებდნენ და საქართველოსთან გამოყოფას მოინდომებდნენ. არ ვიფიქრებდით იმას, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ვერ შეძლებდა საქართველოს საზღვრების დაცვას. ამას ყველაფერს ჩვენი მთავრობა ხომ ხედავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიღაც გადამცემს საზღვრის რეგიონს აძლევს ქალაქის მშენებლობისთვის. ეს ღალატი და უფასია. რამე ეს ნახმია, რომელიც ოდესმე აფეთქდება აუცილებლად. და ქართველები თუ არ დაფიქრდებით ოცნებას, ასეთი ნახმების შთაგების გეგმა ძალიან ბევრი აქვს მომავალში. ქართველებო, უნდა გამოუყიდოთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. კარგად გზადებოდა. მადლობა ზარისთვის ქალბატონო. აი შენ რო ამბობდი გოჩ, რომ ესენი ინარჩუნებენ დოლარის ფასს ლართან და გონიათ რომ ამით დაანახებენ რომ ინფლაცია არ არის. სხვათა შორის ვინც კითხულობდა, ну ვისაც წაკითხული აქვს ეკონომიკა და ფინანსები ზოგადად, იმან იცის რომ ინფლაციის დროს ხშირ შემთხვევაში ზუსტად ნარჩუნდება კურსი. იმიტომ რომ შენ იყენებ რეზერვს, შენ ვერ ინარჩუნებ ფასებს, ისა პროდუქტზე ფასებს, მაგრამ შენ ინარჩუნებ რაღაც პერიოდს, ინარჩუნებ და შეგიძლია დაციოც კიდევაც შენი ეროვნული ვალუტის კურსი. და მე ახლა მე მგონი შენც გაიგე რომ ამათმა ობლიგაციების 9 მილიარდიანი ობლიგაციების პაკეტი დაბეჭდეს, ხო და გაყიდეს. ну ან გაყიდვა უნდათ. ეხლა 9 მილიარდი ობლიგაცია რას ნიშნავს? ეს არის ქაღალდი, ფასიანი ქაღალდი, რომლის გარანტიც ხდება სახელმწიფო. ესე იგი, უნდა თან ეს არ არის უბრალოდ ქაღალდი, ეს არის ქაღალდი, რომელსაც პროცენტი მოყვება. ესე იგი, 9 მილიარდის ქაღალდი უნდა გასცენ პროცენტით და მერე ეს პროცენტი უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ. იმიტომ რომ არავინ არ გასესხებს, არავინ არ იხიდის ობლიგაციას, თუ ბუნებრივია რაღაც მოგება არ აქვს, ხო? ეხლა ისმის კითხვა ისევ. შენ თუ დღეს ისე გაგიჭირდა, სახელმწიფოს ისე გაუჭირდა, რომ შენ 9 მილიარდიანი პაკეტი, ობლიგაციების პაკეტი გაყიდე, ან გაყიდვას აპირებ. და ამ 9 მილიარდს კიდე პროცენტი უნდა მიაყოლო. ეს პროცენტი ჯერ 9 მილიარდი საიდან გექნება შენ 1 წელიწადში თუ 2 წელიწადში, როდესაც მოგიწევს ამ საფასურის გაცემა და პლუს საიდან გექნება ის პროცენტი, რომელიც გექნება გადასახადი. ისმის კითხვა. იმ არაბების ფულის იმედზე ხარ? უბრალოდ მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს. აქ უკვე იმ ზღვრამდე მივედით, რომ გრძელვადიანი პროგრამა კი არ შეგვიძლია დღეს ჩვენ რაღაც დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ესენი არიან აი 9 წელი, 1 წელი, 9 წელი, 1 წელი ჭიდაობაში. მოდი ახლა 9 მილიარდიანი პაკეტი გავცეთ, მე ეს ფული ხო შემოვა არაბების, ხო, იმას დავფარავთ, მე გავისტუმრებთ რა.
ანუ აი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე იქცევა, ყველაზე ღარიბები რო იქცევიან დღეს, რომ დღეს პური ვიყიდო, მოდი დღეს პურს ვიყიდი, 1-2 დღე გავწელავ, მე შეიძლება 1-2 სოსისი ვიყიდო, დავამატო რაღაც და აი ზუსტად ასე დღეში ჩააგდეს ქვეყანა ბიზნესმენებმა, რომლებმაც იშოვეს მილიარდები. მაგრამ მილიარდები როგორ იშოვეს? ზუსტად ისე იშოვეს, სხვის ხარჯზე. ეხლა ზუსტად ასე შოულობენ. სხვის ხარჯზე შოულობენ ფულს. ამ შემთხვევაში ქვეყნის ხარჯზე. სამწუხაროდ ვერ მიხვდა, ბევრი ვერ მიხვდა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ხელისუფლება უცოდინარია. აქ საუბარი იმაზე კი არ არის იურიდიული დაამთავრა, თქვათ, ეკონომიკური დაამთავრა, არა. ქვეყნის მართვას სხვა ალღო ჭირდება. პირველ რიგში წესიერება ჭირდება. მოდით აქედან დავიწყოთ. წესიერებაში რა შედის? ორიენტირებას არიღებს მართველი იმაზე, რომ შემოუშვა ის კომპანია, რომელიც მე გადამიხდის ფულს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უხარისხოთ რაღაც გააკეთოს. პროდუქცია შემოვიდეს მხოლოდ ის, რომლიდანაც ჩვენ გვაქვს რაღაც შემოსავალი და ადგილობრივს არ მივცეთ საშუალება, რომ ფეხზე დადგეს, იმიტომ რომ ადგილობრივი თუ ფეხზე დადგეს, კონკურენციას გაუწევს იმ შემოსულ პროდუქციას, რომელიც შემოდის და ჩვენ ამით მდიდრდებით. ანუ პირველ რიგში ეს წესიერება არის საჭირო. როდესაც შენ ხალხი ქირაობს, შენ ხალხს უნდა ემსახურებოდე. მე არ ვამბობ იმაზე, რომ სადღაცას რაღაცა გააკეთე და რაღაც იშოვე. ამაზე თვალებს დახუჭავს ნებისმიერი. მაგრამ როდესაც შენ იმდენს შოულობ, რომ ქვეყანა იძირება, ეს უკვე ღორობაა და წესიერებასთან სიახლოვეში არაფერი არ დგას, ხო, ამ შემთხვევაში. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა წესიერება და მეორე რიგში უნდა გესმოდეს რა არის სახელმწიფო. ესენი მართავენ სახელმწიფოს როგორც კერძო ბიზნესს. და სახელმწიფო არის ხო დაინახეს, რომ არ იმართება სახელმწიფო როგორც კერძო ბიზნესი. როგორც კერძო ბიზნესი სახელმწიფო რო იმართებოდეს, მაშინ გამდიდრდებოდა სახელმწიფო, იმიტომ რომ კერძო ბიზნესი მდიდრდება. და ამათმა რო იფიქრეს, რომ ანალოგიური მიმართულებით შეგვიძლია ვმართოთ სახელმწიფო, ვერ მიხვდნენ, რომ ეს არ არის ბიზნესი, ამიტომაც იძირება სახელმწიფო, რომ ერთნაირი მართლობის სისტემა, სტრატეგია და ტაქტიკა არა აქვს ამას. და რო ჩაძირეს, ეხლა უკვე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არიან ორიენტირებულები. და აი, როგორც ვთქვი, დროის გადაგორებაზე. მოდი აი ახლა 9 მილიარდი გავცეთ, მე იქიდან შემოვა, მე კიდე რაღაცას უნივერსიტეტის კორპუსებს გავყიდით, იქ რაღაცას გავყიდით, კიდე მიწას და ასე შემდეგ. ანუ ისევ სახელმწიფო უნდა დააზარალონ. ზარია ეთერში. დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით. გიორგი ბატონებო. დიახ, გისმენთ. მოდი ასე გავაკეთოთ. ჩვენ უფლება გვაქვს მაგის ქართველებს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი ხალხი ერთობლიობაში, მაშინ კონტროლ მომთხოვნი ვიყოთ აი ხალხი ჩვენ. კანონ მომთხოვნი ვიყოთ აი ჩვენი ქართველი. და კანონი რომელიც ხალხის ინტერესებზე აიქმნება მორგებული და ანტიეროვნული იქნება და ეს მიუღებელი გამოვითხოვოთ. ჩვენ ამის უფლება კანონში უნდა შეგვეტანა. ქალბატონო, გესმით ჩემი ხმა, ქალბატონო? გესმით ჩემი ხმა? ქალბატონო. ოთხი იყო, ამეშება რელიგია და კულტურა. ამერიკას სწავლებიდან და LGBT-ობა შეიტანენ გაცხად იმაში. ეს ჩვენ ხელად მაშინ ქალბატონო, რანაირად მესაუბრებით, ჩემი ხმა თუ არ გესმით, აი ამას ვერ ხვდები. ჩვენ ვერმართ მაგარი ხალხი. ჩაწეული რა შევა ტელეფონით ხო უნდა მესაუბრებოდეს? უფლებები ბატონებო, სადავე ჩვენს ხელში თუკია მართლა თუ ასე ქართველი ხალხის უფლებები. სადავე ჩვენს ხელში და მოვხატოთ, რატომ ვერ ხვდებით, რატომ ვერ ხვდებით? ასე ლაბარიკი გაიქნებოდო, ამ ლაბარიკს საქმე უნდა მოქმედება უნდა. მართლა არის განცდილო. აქანე ჩვენები შემოადა, აქანე ჩემი ქართველი ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ, იქნება მიაწვდინოთ ხმა ქალბატონს. ტიპტივისონია მე და ჩემი ახალ არა, ხმა მიაწვდინოთ მეთქი, კი არ გათიშოთ.
მართალს ამბობს ქალბატონი. არა, ქალბატონი მართალს ამბობს, ერთადერთი მინდოდა ქალბატონისთვის მეთქვა, აი, ეგ არის უბრალოდ დიალოგი გვჭირდება ჩვენ. მონოლოგი არ ჩვენი მხრიდან ივარგებს მთლად და არც მაყურებლის მხრიდან. ქალბატონს უბრალოდ მინდოდა ქალბატონისთვის მეთქვა. ყველაფერი კარგია და სწორია, რასაც ამბობს, მაგრამ ხელისუფლებამ იმდენჯერ დაარღვია კონსტიტუცია. ხელისუფლებამ იმდენი კანონი დაარღვია, იმდენი ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული კანონი მიიღო. თქვენ გესმით, რომ არ მუშაობს, ჩვენ რომც გქონდეს ასეთი კანონი კონსტიტუციაში ზოგადად მიღებული მანამდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაემორჩილება ამ კანონს. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ არ ემორჩილება და თავისას იღებს, რომელიც მას უფრო აწყობს და უფრო მისთვის უფრო კომფორტულია, თორე ის რაც მართალია ნახდათ რაც არის სიმართლე, ეს არის ის, რომ ერთადერთი მომთხოვნი ვინც არის, ვისაც შეუძლია რომ მოსთხოვოს, ეს არის ხალხი. ეს სიმართლეა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს დიდი გაერთიანება ვერ შედგა. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში მიხვდება ისიც კი, ვინც იყო მომხრე ქართული ოცნების, რომ უკვე რაღაც მართლა აბსურდამდე მივდივართ, ისიც ვინც ნეიტრალური იყო მიხვდება, ისიც ვინც ერთმანეთს უპირისპირდებოდა მიხვდება, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არაფერს იძლევა და საბოლოო ჯამში მოხდება დიდი გაერთიანება. მოდი ჩაერთე თორე ბიჭო მართლა მე უკვე მითხდება თითქოს მარტო მე ვსაუბრობ და შენ ჩაგრევ. ნორმალურია ყველაფერი და ვერც ვიტყვი მარტო და მე დაახლოებით 1 წუთს აგართმევთ და მე არჩავთოთ. შენ ადარებდი მდგომარეობას, რასაც დღეს ხელისუფლება, რასაც აკეთებს, მე უბრალოდ კიდევ უფრო გავამძაფრებდი. ეს დაახლოებით გავს როგორც ნარკომანი, ხო, რომელიც ნარკოტიკის გარეშე მას არ შეუძლია ცხოვრება და ამიტომ ის თავისი ოჯახს, შვილს, დედას, მამას, ყველას მოაკლებს, ყველაფერს გაყიდის სახში, გამოიტანს, ოღონდ მან ის ასე ვთქვათ, თავისი მისი ნარკოტიკი ფულია. ხო, ამ შემთხვევაში ფული და ძალაუფლება, რომელიც რაზეა, ხო, დამყარებული, რატო ჭირდება ეს ძალაუფლება? ეს ძალაუფლება მათ იმიტომ ჭირდებათ, რომ აქედან ისინი დიდ ფულს შეუღლობენ. აი შენ ამბობ, რომ ბიზნესმენები არიან. ესენი ბიზნესმენები არიან, ოღონდ ბიზნესმენები, რომელიც სახელმწიფოსაც იყენებენ, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ, რომ ის შენასაც ამბობ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში ვერე გადასახდელი იქნება, ეს არ მიაჩნია, რომ მისი ასე ვთქვათ, რამე ვალდებულებაა. იმიტომ რომ მას მიაჩნიეს ბიუჯეტიც ეხლა მისია. ისევე როგორც ძალაუფლება ხელში რომ უჭირავს დღეს ქართულ ოცნებას, ის როგორ ამბობს, თუ თქვენ მე მეწინააღმდეგებით, თქვენ სახელმწიფოს ეწინააღმდეგებით. ანუ მან თავისთავად გააიგივა სახელმწიფოსთან და თulis, რომ დღეს ის არის ბატონ პატრონი ყველაფრის. დღეს მას შეუძლია ყველაფერი გაყიდოს, იმიტომ რომ მას ესე ჭირდება და საბოლოო ჯამში თუ ხვალ და ზეგ მას პრობლემა შეექმნება ამ ქვეყანაში ცხოვრების, იმიტომ რომ თქვათ აქ ადამიანები მოთხოვენ პასუხს 20-ს, ის გაიქცევა და წავა და ფიქრობს, რომ ერთადერთი დისკომფორტი, რომელიც მათ ჯერჯერობით აქვთ, რომ იქ სადაც ისინი აპირებენ წასვლას და აპირებდნენ და თავიანთი შვილები იქ სასწავლებლად ყავთ გაგზავნილი, იქ სადაც ჩადიან, თითქმის ყოველ კვირა ჩადიოდნენ. თუ კი იქ დაეკეტათ, მაშინ სად წავიდნენ? ამას ეძებენ. ხოლო ეს პრობლემა დაუდგათ, თორე ახლა იმაში რა ქვია, რუსეთში იქაც ვერ არიან თლად ბოლომდე გარკვეული. არაბულ ქვეყნებში ის ქვეყნები, რომლებიც იმ ქვეყნებიდან არაბები გამორბიან, იმიტომ რომ ეხა ვინც მე არა ვარ ნამყოფი, მაგრამ ვინც მიყვება და მეუნება, ხო, როცა იქ ფაქტიურად მხოლოდ შუშის კოლბაში ცხოვრობ, იმიტომ რომ გარეთ ბუნებასთან შეხება, ტემპერატურის გამო, იმ კლიმატის გამო, შენ ფაქტურად კომფორტში ცხოვრობ მხოლოდ იმ შუშაში. ამიტომ უნდათ მათ რომ საქართველოს ერთ-ერთი მშვენიერი ადგილია, თორე ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს. იმათ შვილები უკვე მე რაც მაქვს შეხებები და ადამიანებთან ურთიერთობები ჩეულებრივი რა. შვილები 8 შვილიანი ოჯახი, ერთ-ერთი ჩემი ახლობლები არიან, არაბებთან ცხოვრობს, ბიზნესი აქვს. 8 შვილიო ცხოვრობს ლონდონში. ისინი ჩასვლას უკან არაპირებენ. ანუ შენ რის თქმა გინდა, რომ საქართველოს ახლა პეტიცია უნდა დაწეროს ევროპაში, მაგალითად ევროპელებს უნდა მივწეროთ და პეტიცია ვთხოვნით, რომ თქვენ თუ ამათ გზას გაუხსნით ევროპაში, საქართველოს, ანუ თუ გინდა საქართველოს რო უშველოთ, უნდა შეუშვათ. არა, პირიქით უნდა გაუხსნა გზა ევროპაში, რომ ესენი გაიქცნენ ევროპაში, იმიტომ რომ სხვაგან ვერ გარბიან და ამიტომ ზიან საქართველოში. ამის თქმა გინდა, ხო? ზარია შემოუშვით. ალო. დიახ, გისმენთ. საღამოშვიდობით. საღამოშვიდობის ქალბატონო ისაუბრეთ. ვიცით რა არის, ყველა ვიცით უკვე რა ხდება. ადამიანებს როგორ გვიჭირს, ჩოლებრივ მაცხოვრებელს, ბიზნესმენებს არ გულისხმობ, რატო და იმას ახლობლებს, რა დასაქმებული ყავთ და ესეთი.
რა გაშულება ამაზე ალაპარაკი თორე ახლა დღეს რომ მე რო გავედი და აგერ 50 ლარი გადავიხადე და არაფერი მოვიტანე სახში და იქ ბავშვი ნახი აკირებული დედამ შოკოლადი ვერ უყიდა დედა გადავირიე იმ წინას ვიყავი წასული დასვენების დღეზე მუშაობ 12 ლარიანი რაღაცა თევზი უყიდე ეს ხალხს იმიტომ რომ აღებული ხოდა და ვერ იყიდა და რაღაცა იმაში იყო დაჭირება შეცქალი რომელი გადაედო რომელი გადმოედო ეს თევზი სახში როგორ მეწაეყო მე უყიდე მე რაღაცა დავიკელი მაგრამ გაბაშულება ამაზე ვიმყარებოდ ხალხო თორე მე რო ვერ მაცული და 90% არა გვაქვს საშუალება ვიცხოვროთ საშუალოდ მაინც იმაზე ვიყარებ გავაგებინოთ ჩვენს მეზობლებს, ჩვენს ახლობლებს, ვინც ქართულ ოცნებას მხარს უჭერს. თუ ეს ადამიანები არ გამოეთიშნენ და არ დაანახეს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ, არაფერი არ ეშველება. მარტო იმისი რომ ვიღაცა ქუჩაში გამოდის და ჭუბობს, ის არ მოგწონს, იმიტომ რომ თურმე ცუდები არიან. გავიგე, ბევრი რაღაცა არ მომწონს მეთ, მაგრამ სანამ ყველანი ერთად არ დავანახებთ. აი პირველ რიგში იმ ადამიანებთან არის სხვათა შორის, აი ვინც გეუნებათ, რომ ვინც მეზობლები ყავს, ახლობლები ყავს, იმათ უნდა ველაპარაკოთ, რომ თქვენზე დგას, თქვენი პასუხისგებლობაა ის, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ხო? იმ ადამიანებს უნდა გავაგებინოთ. ქართული ოცნების ხარდამჭერები სანამ არ მიხვდებიან რომ მათ კისერზეა ის დამშეული ადამიანები, ის მოხუცები, ის ბავშვი რომელიც ტირის, იმ ბავშვის ცრემლები მათ იმაზეა, რა ქვია, თავიანთ იმაში შვილებთან არა აქვს ეგ პრობლემა. აწყობილი აქვს გეუბნებით 200-300-1000-იანი მანქანებს ყიდულობენ ხალხო, თავიანთი ოჯახის წევრებისთვის. ეს ყველაფერი იმათ თუ არ გავაგებინეთ ეს არაფერი არ გამოვა და გეთანხმებით, რა დროს ის არის შენ იმისიანი ხარ, მე ამისიანი ვარ, ის ესეთია, ის ესეთია. დღეს არის ერთ რამეზე ლაპარაკი. მოურჩეთ რომ ესენი აღარ უნდა იყვნენ და ესენი რომ არ იყვნენ, მე როგორი მოვაწყოთ, აი ესეც უნდა დავალაგოთ და ეს უნდა ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში მოსული ადამიანი მე აღარ მიდიოდეს ხელისუფლებიდან, კაცო, იმიტომ რომ გაუტყბება. იმიტომ რომ თავის ის თulis რომ მისია სახელმწიფო თვითონ არის. ასე ფიქრობენ ისინი რომ დღეს თუ მათ აგინებ, დღეს თუ მათ ლანძღავ, დღეს თუ მათ პროტესტს გამოთქვავ, ხო ისინი თვლიან რომ შენ სახელმწიფოს ებრძვი და არ არის სახელმწიფო ჩვენა ვართ. თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც კი, სადაც იყო აბსოლუტური მონარქიები. ხალხი რის უფლებასაც აძლევდა აბსოლუტურ მონარქს და მაშინ წყარო ხელისუფლების იყო ღვთიური, ასე ვთქვათ, იმითი რა ქვია, მიცემული ლეგიტიმაცია. იმათაც კი არ ქონდათ იმისი, რაც უნდათ ისინიც ვერ აკეთებდნენ, იმიტომ რომ ხალხი რის უფლებასაც იძლეოდა. ჩვენი ხალხი იძლევა ამ უფლებას. აი როგორც იქნა არ ვიცი დღეს მითხრეს, ახლა ვერ მოვასწარე, მე თვითონ არ ვუყურებია, აი იმ გამოსულებმა იმ სიტუაციამ, როდესაც ადამიანები მიხვდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ ყველანი ჩვენი ტელევიზიით, ვინც კი არსებობს, უყოლა ლაპარაკობთ ერთ რამეს. გინდა TSE-ს დამთავრებული და გინდა GPS-ს დამთავრებული. მოდით რა შევიკრიბოთ რა. ესენი რასაც აკეთებენ, ერთხელ მოახდინეს ეს რეფორმები, რომლებიც უკან დაგწიეს ბურამში. ეხლა საერთოდ გვინადგურებენ სისტემას, ხო? განათლების სისტემას. იმის მაგვილად რომ ფული იქ ჩავდოთ განათლებაში. ამაზე ლაპარაკობს ხოლმე. საინტერესოა ხანდახან გვეუბნებიან თქვენ პროგრამას არ ამბობთ. უსმინე ხო იმას პატრიოტ ალიანსს რა ქვია როგორ ვენდო არ ვიცი მისი პროგრამა დავით არხალმოურავი რას გეუბნებოდა განათლებაში ფული უნდა ჩაიდოს ტექნოლოგიაში ფული უნდა ჩაიდოს მე რას გეუბნებით გიორგი რას გეუბნებათ დანარჩენები რას გეუბნებით ამაზე ყოველდღე არ ვლაპარაკო პროგრამა ეს არის სწორედ ის რომ განათლებაში ფულის ჩადების მაგვილად თურმე ის რა ქვია აუდიტორია არ ვარ გაო თურმე შეკაი ადამიანო იმის მაგვილად ფული ჩადო ყიდი კაცო იმას საერთოდ ესე დედად მოხუცდა და აღარ ვარგა და მოდი გავყიდოთ რა გავყიდოთ დედა აღარ ვარგა ეხლა ამას ფული უნდა აჭამ ასეთი მიდგომა აქვს იმიტომ რომ არ არის მათთვის ეს ქვეყანა მათთვის არც დედა არ არის არც მშობელი არ არის არც ძვირფასი არ არის მათთვის ეს სახმარი ღირებულებაა სახმარი ღირებულება და ჩვენ სახმარ ღირებულებად გვიყურებენ და მე ქართულ ოცნებას მიმართავ ჩვენს მეზობლებს დაელაპარაკეთ და უთხარით სანამ თქვენზე დგანან მანამდე ისინი ასე თვლიან რომ უნდა გიხმარონ თქვენს მაგრამ ვინც არ გვინდა რომ გვიხმარონ იმათ რას გვერჩით ბატონო თქვენ თუ ქსიამოვნებთ გავიგე მაგრამ ჩვენ რას გვერჩით იმ ადამიანებს რომლებსაც არ ქსიამოვნებს ეს ხმარება
არ მინდა იმაში გადამივიდეს რაღაცა ცუდ სიტყვაობაში, მაგრამ ნუ კარგით რა ბოლოს და ბოლოს ხო მაქსიმალურად ვცდილობ რომ ადამიანურად მართლაც ქალბატონმა დაღეჭილს გაწვით ხოლმე ყველაფერს. დაველაპარაკოთ რა. ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, შვილებს, იმ ადამიანებს, რომლებთანაც გამარჯვებას რო ვეუბნებით და ვიცით რომ ქართული ოცნების ხარდაჭერია. უთხრათ რა პასუხისგებლობა შენზეც არის რა. ჩემო მეგობარო, ჩემო კარგო ადამიანო. შენ გადებს ეს პასუხისგებლობა იმ შიერი ბავშვის, იმ ატირებული ბავშვის, იმ მოხუცის რომელსაც საშუალებ წამარს რო ვერ ყიდულობს. შენზეა ეს პასუხისგებლობა. და ნუ იხსნი ამ პასუხისგებლობას მე რა შუაში ვარ და მშვიდობა შევინარჩუნეთ. არ არის ეს დრო რა. მშვიდობა გავიგეთ, მაგრამ ეს მშვიდობაში მომკვდარ ხარ და იმაში ომში მომკვდარ ხარ განსხვავება აქვს კაცო ამას. გელი შეგჭამს თუ გლისფერი ძაღლი ამას აქვს განსხვავება. ხო, მაგრამ მშვიდობა შეინარჩუნე, იმიტომ რომ შენზე იზრუნა თუ იმიტომ რომ წასვლა იმით რომ აქ რომ მშვიდობა რო არ ყოფილიყო, ესენი ხელისუფლებაში ვერ დარჩებოდნენ. ამათ მოუწევდა მათი ინტერესი დაემთხვა რაღაცაში სახელმწიფოს ინტერესი. აქ ხავს უნდა ეს მოდეს რომ ეს მათი ინტერესი იყო თავიანთი კომფორტიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ თქვენზე ზრუნავდნენ და სახელმწიფოზე ზრუნავდნენ. სახელმწიფოზე რომ ზრუნავდეს ეს ხალხი, ბუნებრივია არც მიწებს გაყიდის და არც უნივერსიტეტებს დაშლის და პირიქით ფულს ჩადებს, როგორც უკვე ვთქვით, ხო, ფულს ჩადებს განათლებაში, განავითარებს, ნებისმიერ სექტორს განავითარებს და გააძლიერებს, თავიდან რო პირდებოდა რომ აგრარული თემა ეს არის ჩვენი უპირატესობა და პრიორიტეტი და ამიტომ მილიარდი უნდა დაიხარჯოს იმ აგრარული მიმართულებით. დაიხარჯა? რატო გავიწყდებათ ხალხო ეს ყველაფერი? იაფი ფული ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. დღეს ლარში ბანკი რო გაძლევს 19%-დან იწყება, წარმოიდგინეს სესხი. 19%-დან იაფი ფული 1.5-2%-ია. 19% შეიძლება იყოს თან დასაწყისია. და ხალხო ნუ აზრზე მოდით რა ცოტა. ზარი ეთერში. ჰალო, გამარჯობა. გამარჯობათ ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით ისაუბრეთ. სიმდიდრე რა შეიძლება ჩემი აზრით. საქართველოს სიმდიდრე არის საქართველოს სიმდიდრე არის ქართული ხალხის. როცა ქართული ხალხი საქართველოში დარჩება და საზღვარგარეთ არ გავა სამუშაოდ, ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე საქართველოს. საქართველოს ქართული ადამიანი რომ გადის საზღვარგარეთ, გადის რომლები ახალგაზრდები. ახალგაზრდა რომელიც მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ, რომ ორი კაპიტი ფული იშოვნოს. გამოაგზავნოს სახში და იქ ნალოგი იხადოს და ასე გაჭირებაში ითხოვოს. როცა ქართული ადამიანი დარჩება საქართველოში, მაშინ ეშველება საქართველოს. ეს არის ყველაზე პირველი საკითხი. ანუ პირობა უნდა შეუქმნათ, რომ არ დარჩეს. საქართველოში როცა დადგება. აი ეკონომიკა უნდა დატრიალდეს საქართველოში. თუ ეკონომიკაში არაფერი არ შეიცვალა და არ მიეცა საშუალება ამ ქართულ ხალხს მუშაობის თავის ადგილზე, იმათ ადგილს დაეკავეს უცხოელი. ეს უცხოელი ახლა რატომ მოდის? იმიტომ მოდის, რომ იმას იქ უფრო მეტი უჭირს. იქ უფრო მეტი პრობლემები აქვს. და საქართველოში უფრო ატყობს აქ მუშაობა და ცხოვრება. და აქ რომ მოდის, რა მოაქვს იმ უცხოელს? კულტურა მოაქვს, უკეთესი თუ რა მოაქვს? არაფერი არ მოაქვს. ის მოდის რაც იმას გააჩნია თავის სახელმწიფოში. და იკავებს ქართული ადამიანი. ბატონო, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ზუსტად ამ ტექსტებით. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდით, რომ დრო გვიმთავრდება პირველი ნაწილის და რომ რაღაც შევაჯამოთ და მე მეორე ნაწილში თუ ისევ გინდათ შეგიძლიათ და როცა ეკონომიკა დატრიალდება, ნუ ქვეყანაში და ქართული ხალხი გაჩერდება, ადგილზე ეს იქნება ყველაზე კარგი საქართველოში. კი ბატონო. აი ეს მინდა რომ მადლობა. ოღონდ მე 14 წელია ამას ველოდებით. მე 14 წელია ამას ველოდებით და არაფერით არ მოხდა. არა და გვეგონა რომ მართლაც ბოლოს და ბოლოს ბიზნესმენი და პარლამენტი სხვათა შორის სავსეა. იქ 86 კაციდან ჩათვალეთ რომ ალბათ 89 ხო ეხლა ყველა ბიზნესმენია თითქმის. და თან კანონი შემოაქვთ რომ ბიზნესი თუ კი შენ ბიზნესში ხარ, რაღაცა მეწარმე ხარ, როგორც კი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებო, შენ იმ წუთში რა ქვია, მაშინ ჯერ პირველად ჯარიმა და მერე შეიძლება მაშინ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თვითონ ესენი ვინ არიან, კაცო?
თვითონ ესენი ბიზნესიდან არ არიან, იქ პოლიტიკაში, აბა მეტი პოლიტიკა რა უნდა. გოდიში გოჩ, თავიდან რო გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ ახლა ფასები უნდა დავწიოთ პროდუქტზე, ხო და სუსის სპეც რაღაც ჯგუფი შევიდა მაღაზიებში მთელ მე ეთყობა გაერკვნენ და რაშია საქმე და მე გამოდიან და ამბობენ რომ არა ფასების დაწევა ცოტა რთული პროცესია, იმიტომ რომ ეს კერძო ბიზნესი ეხებაო. ანუ იქ პარლამენტარებმა ეთყობა შიდა წრეში ატეხეს ამბები რომ ეს ჩემი მაღაზია, ის ჩემი მაღაზია, ის ჩემი მაღაზია, რა უნდა დავწიო, ფულ შოულობ და თქვენც იღებთ ამ შემოსავლიდან რაღაც და ნუ მე რთულია რომ კერძო რა შუაშია კერძო ბიზნესი. თუ იმას ფასნამატი აქვს, თქვათ, რა ვიცი, 10ჯერ მეტი ფასი უდევს თუ 20ჯერ მეტი ფასი უდევს პროდუქტზე. სად არის ანტიმონოპოლიური სამსახური, სად არის მაკონტროლებელი ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აკონტროლებდნენ, არ შეიძლება შენ დაადო პურს თქვათ 15 ლარი, იმიტომ რომ კერძო ბიზნესია, შენ თან როგორ ის თუ არ გაწყობს არ იყიდო, ეგ არ შეიძლება, არის რაღაც პროდუქტი, რეგულაციები გეთახმე, ამაზე ევროპას ეგა აქვს, იმ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ მოგება ამაზე მეტი არ უნდა გქონდეს, არის პირდაპირ. ეს ანუ ზოგმა შეიძლება თქვას, რომ რაშუაში კერძოა და ამიტომ ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ აი ამდენად ვყიდი, გინდა თუ არა, არა. უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს სახელმწიფოში მიწოდების სერვისი, ნებისმიერ, გინდა პროდუქცია, იყოს ფიზიკური პროდუქცია, გინდა სერვის პროდუქცია. ანუ თქვენ რო რესტორანში შედიხართ, თქვა და მიმტანი გეუბნება, შეიდიოტო დაჯექი რაღაც და შენ ეუბნები, შენ გიჟი ხوار ახარ, ასე რატომ თუ არ მოგწუს აღარ შემოყვიდე. ესეთი რამე არ არსებობს. თუ არის საჯარო ადგილი, გარკვეული წეს მოგწების წესები, ესა გაწერილი და არ შეიძლება ამის დარღვა ანალოგიურად პროდუქტზე. არ შეიძლება მე მაღაზიაში შევდიოდი, თქვა და ვყიდულობდე წყალს, რომლის ღირებულება არის თქვა 50 თეთრი, მაგრამ ყიდიან 15 ლარად. არ შეიძლება, კი, დღეს შეიძლება უდევს ვიღაცას, მაგრამ არ შეიძლება ის რაც ხდება, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ ეს ხდებოდეს და ამიტომ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მივახციოთ იმ წესრიგს, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში. მე მგონი დამთავრდა არც დარჩა დრო გერულ მოცი. დრო ხო პრინციპში არა გვაქვს, სასაუბრო ძალიან ბევრია ხალხო. თქვენს გაქვთ ბევრი სასაუბრო, ჩვენს გვაქვთ იმდენი სასაუბრო და ზოგჯერ რომ რეკავენ ხოლმე. აი რატომ არ საუბრობთ ამაზე? ხალხო იმდენია სასაუბრო, რომ ჯერ ერთ გადაცემაში და ორ გადაცემაში ვერ დატევ ამას, ვერ ჩატევ უბრალოდ. და მე ფიზიკურად დაგავიწყდება იმდენი პრობლემა. აი კარგია მაგალითად იგივე შვედეთი, ნუ ის სკანდინავიის ნებისმიერი ქვეყანა ძალიან მაღალ დონეზე დგას, ხომ? აი იმ ქვეყნებში 1-2 პრობლემა რაზედაც საუბრობენ. იმიტომ სხვა პრობლემა არ არის. მოაგვარეს უკვე. კი, აქ იმდენი პრობლემა რომ თქვენ დღეში, აი ჩვენ გადაცემის მსვლელობისას ყოველ ერთ წუთში რომ დარეკოთ, შეიძლება რაღაც ახალი კი არა. უბრალოდ ის პრობლემა, რომელიც დღეს არ ჟღერდა, ხო, ჩვენს გადაცემაში, ის შემოგთავაზოთ და მართლაც ასე იქნება, იმიტომ რომ იმდენი პრობლემაა, რომ ვერ გაჩერდება ტელეფონი და ჩვენს ბუნებრივია ვერ გაგვახსენდება ყველა ის საკითხი, რაზედაც რეალურად სასაუბრო გვაქვს. ამიტომ დაგვირეკეთ პრეტენზიით კი არა, რომ ამაზე რატო არ საუბრობთ, რომ ესეც არ დაგვავიწყდეს. ეს შემოგთავაზოთ თქვენი პრობლემები, ესეც არ დაგვავიწყდეს და გითხარით რაზე საუბრობთ. კეთილი, კარგით. მეგობრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი პირველი ნაწილის დრო ამოიწურა, ჩვენ შევწყვიტავთ ეთერს დაახლოებით 10-15 წუთით და მე ისევ განვაახლებთ და შემოგვიერთდებით ზარებით თქვენ დროებით.